მეც მადლობას გეტყვით, იმიტომ რომ მეოთხე მოსამართლეა თუ არ ვცდები ამ სასამართლოზე უკვე და პირველად არის განცდა მართლა რომ მიუხედავად იმისა რა გადაწყვეტილება გამოვა, ადამიანურად ვცნობ თავს, ადამიანურად ვიყურებ და არა ისე რომ ვიღაცებს საერთოდ რაც ვისმენდნენ და ზემოდან ვიყურებდნენ და საერთოდ ვერ ხვდებოდნენ რას ველაპარაკებოდით და ქვეყანა რო უყვარს ადამიანს ამის შინაარსაც ვერ ხვდებოდნენ ისეთი სახებით ვიყურებდნენ ხოლმე და მადლობა თქვენ ადამიანური დამოკიდებულებას. მეორე რაც მინდა ვთქვა, ეს ჩემი პირადი ამბავია, ნინო წილოსანს გაუზიარებია ჩემი ძმის პოსტი, თურმე კარგი პირობები მქონია ციხეში, ტელევიზორი მქონია. სამსახად კარგია ის, რაც ადრე ხდებოდა, რომ არ ხდება ეხლაც, მაგრამ თუ იმეს გონია, რომ ჩემთვის ციხე კომფორტია, მაშინ ნინო წილოსანს უსურებ იგივე სიტუაციას 4-დან 6 წლამდე. ალბათში. თან მოტივები თქვენ უფრო მეტი გექნებათ ქალბატონო ნინო. ეხლა რაც შეეხება საქმეს და პროტესტს. მე შევეხები ქართული ოცნების დროინდელ პროტესტებს ამ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ მათი მმართველობის დროს ყველაფერი კი არა ძალიან ბევრი რამე ცუდად 2019 წლამდე ცხოვრობდით მშვიდად. შემდეგ ჩამოიყვანეს გავრილოვი, კობახიძემ, შემდეგ იყო პოზნერი, შემდეგ იყო ლავროვიშვილი, შემდეგ იყო რუსული კანონი 1 და შემდეგ იყო რუსული კანონი 2, როცა მთლიერი ბედნიერი ვიყავით, კალათბურთით, რაგბით, ფეხბურთით, არ გვაინტერესებდა არანაირი განსხვავებები და მე პირადად საბერძნეთთან თამაშის შემდეგ უცხო ადამიანებთან ერთად ვეხუტებოდით ერთმანეთს და ვტიროდით. ამ დროს შემოაგდეს ეს კანონი და კობახიძე გამოდის და ამბობს, რომ ჩვენ ყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი, ჩვენ ერთმანეთი კაცი, ეს უკრაინელები ვართ მათ შორის თუ. ადამიანი არის, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი მეტადონის პროგრამაზე და პროპაგანდაზე შეცვალა და ჩვენ ყოფილვართ პროპაგანდის მსხვერპლი. ამიტომ ერთ-ერთ სასამართლოზე უკვე მოითხოვეს და მეც მოვითხოვ თუ რამე იმეს ჩვენთან პრეტენზია აქვს, მოვიდეს, რომ მე დაუსვამ კითხვებს, თუ გამიცემს პასუხებს, მაინტერესებს, მაგრამ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებს არ ელაპარაკებიან, მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს ელაპარაკებიან, იმიტომ რომ მათთან ძლიერები არიან, სუფთა ადამიანებთან ვერ დაილაპარაკებიან. ეხლა რაც შეეხება უკრაინელები ვახსენე და მე მაქვს ესეთი პროპაგანდა სხვათა შორის ვიდეო მაქვს ნანახი პოსტივის ვიდეო, სხვათა პოსტივის და სუსის ზოგადად იმედის ვიდეოებით ადამიანები არიან დაკავებულები. ბარიდან ამოსული მთრალი ნასვამ მდგომარეობაში ინგლისელი კაცი ყავთ გადაღებული, რომ ინგლისელი კაცი ლივერპულიდან ჩამოვიდა საქართველოში თავრობის დასამხობად. სერიოზულად ეს ვიდეო გავაზიარე Facebook-ზე და დავცინე და დამბლოკეს. ეს ადამიანებიც აქ მხოლოდ იმის გამო არიან თქვენ რომ მიცოდეთ, რომ მათმა პროპაგანდისტურმა მედიებმა და არხებმა და ყველანაირმა საშუალებამ გამოიყენეს, რომ უკრაინიდან უკრაინელები ჩამოვიდნენ და მაიდნის მოწყობას აპირებენ აქტუალურად. ყველაფერი მე გამიგია იარაღის ჩადება, წამლის ჩადება, ქვის ჩადებას გამიგია, მაგრამ უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩადება საქმეში პირველად. და ასევე მინდა შევეხო პროტესტის მე ვცხოვრობ გერმანიაში. რამდენიმე თვე და პროტესტის პროგრამები გერმანიაში როგორი იყო. შეიკრიბებოდა რამდენიმე ადამიანი, ვისაც პროტესტი ჰქონდა ქუჩის ერთ დასაწყისში. სასტვენებით, ტრანსპარენტებით დაიწყებდნენ სტვენას, შეძახილებს, ჩავიდოდნენ ქუჩის მეორე მხარეს და მეორე დღეს ეს მოთხოვნა იყო შესრულებული 90%-ში. ჩვენ სანამ არ დაგვილეწავენ, სახეს არ გაგვიერთიანებენ და მაგ შემთხვევაში არავინ არ ითვალისწინებს იმას, რომ ამ იქ ხალხი ხელფასის მომატებას არ ვითხოვდნენ. კანონი არ მიიღოთ. ეხლა მორალურად თქვენ რომ იცოდეთ რა გადაწყვეტილების გამოტანა მოგიწევთ, რუსული კანონის დროს, აქციების დროს დააკავეს რამდენიმე ადამიანი. და რატო აპროტესტებით, რომ არ ვარგე ეს კანონი. ვამბობდით, რომ საზოგადოება რომ არ ვარგა, ნუ მიიღეთ. ამის გამო ადრე ხალხი დააკავეს 1-5 წელი მიუსაჯეს და რამდენიმე თვის წინ გამოდის ხელისუფლება და ამბობს, რომ ეს კანონი არ ვარგოთ.
ანუ რასაც ჩვენ მეუბნებოდით, მე რაც მიიღეს ახალი ისიც არ ვარ და საერთოდ რა კანონსაც მიიღებენ გასამკაცებლად არც ერთი არ ივარგებს, იმიტომ რომ ყველა იქნება რეპრესიული. ანუ თქვენ ეხლა მოხდეს ისე რომ ჩვენ მოგვისაჯოთ, შემდეგ ავიწა გაუშვან კობახიძე და ვიღაცამ კობახიძეზე თქვა როგორც გახარიაზე იძახია დღეს რომ კობახიძეს 28 ნოემბერს არ უნდა ეთქვა ის ჩვენ უნდა ვყოფილიყო ციხეში. ეხლა რაც შეიძლება ჯგუფურ დანაშაულს კონკრეტულად მე ჯგუფურ არანაირ ძალადობას არ ვაღიარებ, მაგრამ მაინც ჯგუფური საინტერესოა, ჯგუფური ძალადობა გარდა იმისა რომ თქვა ეს ზოგი ნოემბრის ბოლოს არის დაკავებული საქმეზე მტკიცებულებებით, ზოგი დეკემბრის დასაწყისში და გაუკვირდათ, მაგრამ მე არ მიგვიეს, მე მგონია რომ პროკურატურაში ანუ ხო არის პლანეტების სხვა დროის სისტემები რო აქვს რა. შემიძლია პროკურატურაში არის ერთი 60 საათიანი დღე. ამიტომ შეიძლება ჩვენ გამოვიდეთ ჯგუფური ორგანიზებული დანაშაულის ჩამდენი ადამიანები. ამასთან დაკავშირებით რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ მე-10 კლასში ბიოლოგიის გაკვეთილზე ჯგუფური დავალება რო შევასრულე, მაგის მერე ჯგუფური არ მქონია არაფერი საერთოდ. და ბოლოს დავასრულებ ციხეში შევხვდი 5 დეკემბერს დამიჭირეს, 11 დეკემბერს შევხვდი ციხეში მამაჩემის დაბადების დღეს, 11 თებერვალს ჩემი ძმის დაბადების დღეს, მე დედაჩემის დაბადების დღეს და გუშინ გავხდი 29 წლის და მინდა რომ ყველა მომილოს. შემდეგ ვისაც შეგიძლიათ